მე ვარ ანრი ბათნიძე 8 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ჭიდაობა, ხატვა და ფეხბურთი. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ და ჩემით ვისწავლე. ბაღში ვაკეთებდი პლასტილინებით ძალიან მაგარ რაღაცებს. ერთხელ რობოტი გავაკეთე. 5 წლის რო ვიყავი. ხელები გავუკეთე პლასტილინით გავანგვარე და მოგონი ჩემ ძმამაც დამეხმარა. ხატვა დავიწყე როცა ვიყავი 4 წლის. მე ვიცი დრაკონის ხატვა, სახლის, თოვლიანი სახლების, კიდევ ვიცი რობოტების. ყველაზე ძნელია ზღვაზე თოვლიების დახატვა და ყველაზე ადვილია თოვლიანი სახლების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს იასავისფერი. ნახატებს ვაგროვებ და ახლა ვაქვს 15 მაგარი ნახატი. ერთი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ამ ნახატზე ხატია ზამთარი. სახლის სახურავზე თოვლი არის, ხეზე თოვლი არის, ეზოშიც თოვლი არის. ეს ნახატი ისე მომწონს, რომ არანაირ ფასში არ გავყიდი. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. თოლის ბაბუამ შარშანმა ჩუქა Samsung Galaxy A15 ტელეფონი. წელს მინდა რომ აჩუქოს პლანშეტი. ჩემი აზრით თოლის ბაბუ არის 60 წლის და მისი ნამდვილი სახელია ჯუმბერი. მე ასევე მიყვარს ჭიდაობა და ვაპირებ შესვლას. ჭიდაობა იმიტომ შემიყვარდა რომ მამა ჩემი იყო მჭიდავი. ჩემი აზრით ჭიდაობისთვის მაქვს კარგი ტანი და კარგი მონაცემები. ამ ეტაპზე ჩემი მწვრთნელია ბიძაჩემი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ განახლებულია, ძალიან ლამაზია და ბევრი ნახატებია. კიდე იმიტომ რომ ყავს კარგი მასწავლებელი და ძალიან ტკბილი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ლუკა ხალვაში. ყველაზე ცელქია რატი სულმანიძე. ყველაზე ჭკვიანია ნია სალომონიძე. ყველაზე მშვიდია ლუკა ლომინაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, სიმპათიური, მეგობრული და მოსიყვარული. ბევრ გოგოს მოწონვარ, ჯერ არ მყავს შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქვევ ელისბარს, ლუკას და ნატალის. ჩემ ცოლს დავარქვევ მარიამს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნუნუ ლორჩქიფანიძე. ძალიან მომწონს, არ გვიყვირის და დავალებებს ძალიან კარგად გვიხსნის. რა გავიზრდები მინდა გამოვიდე მოჭიდავე. თუ მოჭიდავე ვერ გამოვალ ფეხბურთელი, იმიტომ რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს. სულ თამაშობ ფეხბურთს კლასელებთან და მეგობრებთან ერთად. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. ვარ კარგი თავდამსხმელი და გამაქვს ბევრი გოლი. პარასკევი იყო დიდ დარბაზში გქონდა და ყველა ცალ-ცალკე ვიყავით და მე 19 გოლი გავიტანე. მარტო. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი ძამიკო და დედიკო. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია ნიკოლოზი. ის არის ცელქი, ცოტა ნერვების მომშლელი და ტკბიანი. ჩემი აზრით ნიკოლოზი რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. იმიტომ რომ ძალიან უყვარს ფეხბურთი. დედიკო არის საყვარელი, თბილი და ტკბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული მჭადი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ჰარი პოტერი. უკვე 1 წელია მინდა ვიყო ჰარი პოტერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს მამიკოს გავაცოცხლებდი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი მადრიდში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს დამრიგებელ ნუნუ ლორჩქიფანიძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია Samsung Galaxy A24 Ultra ტელეფონი. ბედნიერება არის საჩუქრების შუქება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.